მოგესალმებით, ეთერშია თოქ-შოუ ძალა უძალოთა. რაღირებულებას იხდის მომხმარებელი სასმელ წყალში, მე ლევან ალექსიშვილი და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი დღეს არ მოგიდგენთ. 42 ლარია. ხო და მე ვერ გამიგია საიდან არის ეს გადასახადი, რისა მოგვიდა დავალიანება 42 ლარი. როცა ჩვენ დავალიანება არანაირი არ აგვაქვს, არც წყლისა, არც არაფრისა. როგორია კახეთში, კახეთის ქალაქებში წყალმომარაგების პროცესი, რა გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას წყალი და რა პრობლემებს უჩივიან მომხმარებლები. დღეს თოქ-შოუში ძალა უძალოთა სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი. გადაცემის სტუმრები არიან ბატონი შალვა გასიტაშვილი, კახეთის რეგიონის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონის ტექნიკური მენეჯერი და ბატონი ბესიკ ბერუაშვილი, იგივე კომპანიის გურჯაანის სერვის ცენტრის მენეჯერი. მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით მოგზაურობისთვის გადაცემაში და დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი. პირველ რიგში მოდით ჩვენ ვიდეო ვისაუბრებთ, თქვა როგორ ხდება იქ და არის სხვადასხვა პროცესები, რაზეც მოქალაქეები ჩივიან. რა მდგომარეობაა დღეს ზოგადად რეგიონში წყალმომარაგების კუთხით? ანუ რამდენ ქალაქს ემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და თითოეულ ქალაქში რა პროცენტით ხდება ვთქვათ მისი ათვისება, რა მოსახლეობის რა პროცენტს მიეწოდება წყალი 24 საათში თუ გრაფიკების მიხედვით იქნებ ზოგადად შევაფასოთ ეს სულად. მოგესალმებით. ზოგადად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კახეთის რეგიონი ემსახურება 9 სერვის ცენტრს. 9 სერვის ცენტრში არის დღეის მდგომარეობით სტაბილური მიწოდება წყალს რაც შეეხება, მაგრამ 24 საათიანი მომარაგება ყველა ქალაქში ჯერჯერობით ამჟამად არ არის, მაგრამ ამაზე კომპანია მუშაობს და უახლოეს მომავალში იგეგმება რომ გამოსწორდეს და მოხდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. აი რა პროცენტით შეიძლება ვისაუბროთ შალვა ვისაც ვინც 24 საათის განმავლობაში იღებს წყალს და ვისაც გრაფიკით მიეწოდება, ან იგივე შემდეგ გამოვცოთ ამ გრაფიკებზე საუბარი. 24 საათი მიეწოდება ლაგოდეხშია 24 საათიანი წყალმომარაგება, ასევე გვაქვს დედოფლის წყაროში 24 საათიანი წყალმომარაგება, გვაქვს სიღნაღში გვაქვს და დანარჩენ ქალაქებში სხვადასხვა პროცენტულობით არის 24 საათიანი მომარაგებაც და არის დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველდღიური მომარაგება. ასე გემია. ბატონ ბესოს მინდა ვკითხოთ, როგორი მდგომარეობაა გურჯაანში, ქალაქ გურჯაანში, თუ წლების განმავლობაში ეს რა სიტუაცია და ხდება? მივესალმები მაყურებელს და მადლობას გადაგიხდით თქვენ მოწვევისთვის თქვენ ტელეკომპანიაში. დღეს დღევანდელი მდგომარეობით ქალაქს მიეწოდება 7 საათიანი გრაფიკით წყალი. ძირითადად 7 საათიდან 11 საათამდე, საღამოს 7 საათიდან 10 საათის ჩათვლით. რამდენ პროცენტს ზოგადად ყველა უბანია ამით მოსული? აბსოლუტურად მთელ ქალაქს. ყველა უბანია. ყველა უბანი აბსოლუტურად. გურჯაანი მაგრამ აი არის ქუჩები, მაგალითად 9 აპრილი და მის ქვემოთ არსებული ქუჩები, ესენი თითქმის 24 საათიან მომარაგებაზე არიან. თუმცა მე წინა გადაცემიდან გამახსენდა ხა 9 აპრილთან დაკავშირებით იყო პრობლემები, იმიტომ რამდენიმე მოქალაქე რეკავდა, რომ ისინი ვერ იღებდნენ წყალს, ინფრასტრუქტურის კომისიის წარმომადგენელი აკლიმენდიაშვილი ყავდა. აი თუ არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები და როგორ ხდება მისი პრევენცია, ან თუ იცი თუ აღმოფხვრილია ახლა ამ ქუჩაზე? როგორ არის იცით, აი ძალიან იშვიათად არის ავარია, როდესაც მიზეზი ხდება წყლის შეწყვეტის. მაგრამ მოგეხსენებათ მოქალაქეების სხვადასხვა პრეტენზიებით გამოდიან, ფაქტია ისინი ხედავენ რომ წყალი არ არის და გამოსცემენ პრეტენზიას რომ მაგალითად ჩვენ წყალი არ გვაქვს, მაგრამ პრაქტიკულად ყოველ დღე 7 საათი მიეწოდება ქალაქს წყალი. მიეწოდება წყალი. მოდით ვიდეო ჩვენ გავაგზავნებთ დეტალურ საუბარს ამ თემაზე. ერთად ნახოთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი, შემდეგ დავბრუნდეთ სტუდიაში. 42 მე ერთი სული ვარ და მიწერია აზრზე არა ვარ, თითქმის ხშირად მოდის აი ესეთი ქვითრები. უკვე რამდენიმე თვეა ლენა გოჩიტაშვილის წყალმომარაგების კომპანიიდან მიღებულ ქვითარზე ზედმეტად დარიცხული თანხა მოსდის. ამბობს, რომ ამის მიზეზი მისთვის გაურკვეველია, რადგან გადასახადს ყოველთვიურად იხდის. მე როგორც ერთი სული მომივიდა ისა ლარნახევრობაზე, ალბათ 42 ლარია. ხო და მე ვერ გამიგია საიდან არის ეს გადასახადი, რისა ხებს რამდენიმე ისა მეტნი არიან. იმათ უფრო მეტი აქვთ. ზედმეტად დარიცხულ თანხებზე სხვა აბონენტებიც საუბრობენ. ერთსულიან ოჯახებს დავალიანება 42 ლარი აქვთ, თანხა წევრთა რაოდენობის მიხედვით იზრდება და ზოგან 200 ლარს საჭარბებს. მოგვიდა დავალიანება 42 ლარი. როცა ჩვენ დავალიანება არანაირი არ აგვაქვს, არც წყლისა, არც არაფრისა.
4 წლის ქვითრები მაქვს შენახული. ბანკში რამდენიც წავა ჩემი მეუღლე უნდა გადაიხადოს წყლის ფული, ეუბნებიან, რამდენს გადაიხდით, ვალი გაქვთ. არა გვაქვს ვალი, შვილო. გადაიხდის ხოლმე იმ თანხას, რაც გვეკუთვნის და მოდის ხოლმე. მეორე თემოი და რო დავალიანებია. და რო ეკითხები ეს რა არის და ეს არა იგივე არაფერი არაიო, რაც თქვენ გეკუთვნით ის გადაიხადეთ. მაშინ ჩამოწეროს, თუ კი არაფერი პრობლემა არა, მაგ გადახდი მაგ ყველათვეს, რაც საჭირო არის იმას ვიხდი. და მაშინ თუ არაფერი არის, მაშინ ჩამოწეროს. საიდან ანგარიშობენ ამ სულზე გადასახადს, ეგ ვერ გავიგე. მე რა რო სიტყვაზე თქვათ 7 სული, 8 სული. თანხა იქ მომუშავი, აქ რამდენია, კაცო, ამ 7 სული არ 8 სული არ ოჯახში, ვინ მუშაობს? ჯერ და იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს ტარიფი. ის ხო არ არის, რომ მარტო დააწერო და ისა, გადამხსელის რაოდენობა ხო უნდა გამოირკვიონ და გააკეთონ, რა შრომის უნარიანი ვინ არის, ვის აქვს სამსახური და ვის არა. გურჯაანის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის ხარისხსაც უჩივის. რაც შეეხება გრაფიკს, კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეხლა თუ იქნება ეგრე ხო უკეთესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარაგს ვიღებთ დილით საღამომდე ყოფნის. ზაფხულში სასურველია, იმიტომ რომ ზაფხულში მაინც იყოს ახლა სასურველი. მეტი წყალი იხარჯება და მეტი გჭირდება ადამიანს, მაგრამ ახლა როგორც მოდის დილასაღამო მოდის არაუშავება. არა დასალებად ამ წყალს მე არ ახმარობ, არ ვიცი. წყლის მაღალი ტარიფის პრობლემაა თელავშიც. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად 700 ხელმოწერით მოსახლეობამ საკრებულოს უკვე მიმართა. ის მოწოდების გრაფიკი არის ძალიან შეზღუდული და ადამიანები დისკომფორტს განიცდიან ამის გამო. მაგრამ ახლა მე მეორე განსაკუთრებულ პრობლემაზე მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება. საქმე იმაშია, რომ თელავში დაიწყო წყლის მრიცხველების დამონტაჟება და ყენება და აი ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე დააყენეს მრიცხველი, უკმაყოფილონი არიან, იმით რომ მათი გადასახადი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. 24 საათიან გრაფიკს თელავშიც ითხოვენ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ იმ გადასახადის ფონზე, რასაც ისინი კომპანიას უხდიან, ეს საკითხი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ კლავეთერში ვართ, ერთად ვნახეთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის ქალაქების წყალმომარაგებაზე, არსებულ ტარიფებზე და იმ მეთოდოლოგიაზე, რითიც ხდება დარიცხვა. სიუჟეტში იყო მოცემული ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები თავად საუბრობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბატონი ბესიკ ბერუაშვილი და შალვა გასიტაშვილი, ამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერები. თქვენ კი შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 551 70 33 30. ნომრები ტიტრებშიც არის მითითებული, ასე რომ დაგვიკავშირდით დასვით ნებისმიერი შეკითხვა ან გამოხატეთ საკუთარი პოზიცია. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა იმ პრობლემატიკით, რაც სიუჟეტში იყო აღნიშნული. პირველი იყო ფასი 42 ლარი. საიდან გაჩნდა ეს 42 ლარი, თქვათ, უშუალოდ მომხმარებელთვის ერთსულიან ოჯახებზე და ეს თანხა იზრდება. მივდივართო და გვეუბნებიან დავალიანება გაქვთ, ამ გვეუბნებიან არ არისო. რა საიდან როგორ ხდება ეს პროცესი დარიცხვა, რატო წარმოიქმნათ ამ ადამიანებს ეს ფული, ვალი? არიცხოს რაც შეეხება მოსახლეობას პრობლემები გვაქვს. უნდა მიბრძანდეს რომელ სერვის ცენტრშიც, რომელ ქალაქშიც პრობლემები აღნიშნული მიბრძანდეს სერვის ცენტრში და იქ ადგილზე გაურკვევენ და ეტყვიან ეს პრობლემა რატოა, საიდან წამოვიდა, საიდან დაერიცხათ და თუ საჭიროა თუ ზედმეტია დარიცხული, ის ზედმეტობა ჩამოეწერებათ და ანუ ესე ვთქვათ, კორექტირება მოხდება ამ ყველაფერთან. ესე რომ ვინ უნდა მიბრძანდნენ და უნდა განცხადებით მიმართონ იგი იმ სერვის ცენტრს, იმ სერვის ცენტრის ხელმძღვანელს, ვინც უშუალოდ რომელ ქალაქშიცაა მომხდარი ეს აი ბატონ ბესოს მინდა გითხრა, გურჯაანის სიუჟეტი იყო და თუ მოუმართავთ თქვენთვის ამ მოქალაქეებს, იქ ერთი საუბრობდა რომ მივედიოდა, მითხეს რომ არ არის დავალიანება არა და ქვითარში დავალიანება მიწერია რაღაც ესეთი ფრაზაც. თუ მოუმართავთ თქვენთვის და საიდან ხდება ამოვალების იყო შემთხვევა, ჩემი მუშაობის მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებული მაქვს სამსახური, იყო რამოდენიმე შემთხვევა, მოვიდნენ ჩვენთან რაღაც გარკვეული პრეტენზიებით და ასე ვთქვათ, მოუძებნა ბილინგის სამსახურმა, რა ქონდა დავალიანება და რა ქონდათ გადასახდელი. ახლა აქ ნახეთ ჩვენ სიუჟეტი, სადაც ჩანდა მოსახლეობის პრეტენზია, მაგრამ ეს პრეტენზია უნდა დაასაბუთონ და დაამტკიცონ ის, რომ ამა თვითრებით გვაჩვენონ გადახდილი თანხა, თუ ეს რეალურად აქვს გადახდილი, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს ვთქვათ, სთვლიან, რომ ეს ტყუილად აქვს დარიცხული. მაგრამ დარიცხვა როგორ ხდება? რანაირად
ხდება. ან მოქალაქეს ქვითაიც რო არ ქონდეს შენახული კომპანიამ, რომელიც ამხელა კომპანიაა, როგორ შეიძლება თქვა ზედმეტად დაარიცხოს. აი რანაირად ხდება ეს? არანაირად არ უნდა იყოს დარიცხული ზედმეტად. როგორ ხდება? თუ არ იხდიან ყოველთვე გადასახადს, ეს თანხა შეიძლება 100 ლარს გაცდეს. უნდა გადაიხადონ ყოველთვე, ამობძანდნენ სერვის ცენტრში ჩვენთან, შემოვიდნენ განცხადებით, აბონენტთა მომსახურეობის განყოფილება არსებობს ყველა სერვის ცენტრში მთელი კახეთის რეგიონის, მიმართონ განყოფილებას და მე ისინი აუხსნიან, ანახებენ ესენი მომხმარებელი გადახდილი ის ღირებულებას, მომხმარებული წყლის ღირებულების ქვითრებს და მე ნათელი გახდება, მათ დავალიანება აქვს თუ არა, თუ დავალიანება აქვს, მოიხსნებათ ეს კორექცია, გაუკეთება. თუ არა აქვს ქვითრები, ზოგი ძალიან ბევრი აბონენტი შემოდის, ამბობენ ჩვენ გადახდილი გვაქვს, მაგრამ ქვითარი არა გვაქვს. აბა როგორ ელექტრონულად, როდესაც ის ბანკში იხდის ან იხდის Paybox-ის მეშვეობით, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით, ელექტრონულად არ ხდება აღრიცხვა თქვენს ბაზაში, თქვა მოქალაქემ რამდენი გადაიხადა. ხდება რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში და რამე პროგრამული ხარვეზები ხო არ იყო ამ პერიოდში? არანაირი. იმიტომ რომ რამდენიმეს ბევრს აწუხებდა ეს მსგავსი ტიპის პრობლემა. ამ პროგრამული ხარვეზები არ ყოფილა. იცით როგორ არის, აი შეუგებელია ხალხი თითქოს ამ წყლის გადასახადების გადახდას. აი ადრე დიდი წლების წინ კალაპოტში ასე ვთქვათ ჩადგა ეს ენერგიის ღირებულების გადახდა, ანალოგიურად გაზის ღირებულების გადახდა. რატომღაც წყალს უყურადღებოდ ექცევა ეს ხალხი. რა თქმა უნდა ეს ყველაზე არ ითქვა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა გარკვეულ პრეტენზიას არის აი ქუჩები, მე გეტყვით რამოდენიმე ქუჩა, აი შალიკაშვილზე კორპუსები, რომლებიც საერთოდ არ იხდიან. აქვთ აბონენტის დარეგისტრირებული, აქვთ აბონენტის ნომრები, აქვთ საშუალება იმისი, რომ შევიდნენ მაგში და გადაიხადონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამას არ აკეთებენ, თქვენ თქვით, როდიდან ხდება ამ დავალიანების აღრიცხვა? ანუ რა პერიოდიდან ითვლება დავალიანება, საიდან რა პერიოდიდან აღრიცხავენ ამ დავალიანებას? რამდენი წლის განმავლობაში იქნება როგორ ხდებოდა მთლიან რეგიონზეც ვისაუბროთ, აი რომელი წლიდან ხდება ეს? ეს ხდება კომპანიის შექმნიდან. 2010 წლიდან ხდება დავალიანებების მოსახლეობა ვინც არ იხდიდა, ვინც დაუგროვდა, სწორი აღნიშნა ბატონმა ბესომ, რომ შესაძლებელია 100 ლარსაც და უფრო მეტსაც აცდეს. და ეს სერვის ცენტრში მიბრძანდნენ და იქ გაირკვევა ეს. ხო, ასე ჩვენ ზუსტად აქ იმიტომ საუბრობთ, რომ ყველა თემაზე ვისაუბროთ. მოქალაქე სანამ მივა სერვის ცენტრში ჩვენი ეთერიდან გქონდეს ეს ინფორმაცია. თქვენ თქვით, რომ 2010 წლიდან ფაქტობრივად 3 წელია გასული და ერთსულიან ოჯახებზე ეს არის, აი როგორ ტარიფებზეც რომ ვისაუბროთ, რა ტარიფის გადახდა უწევს მოქალაქეს? ტარიფი დადგენილი არის საქართველოს ეროვნული კომისიის, მარეგულირებელი კომისიის მიერ და ჩვენ არ ვართ კომპეტენტური, რომ ამაზე დაწვრილებით გავცეთ ეს საიდან და როგორა დადგენილი. ეს დადგენილია, მაგრამ ამას ხო სერვის ცენტრში იღებს ადამიანი ამ ტარიფებს. ტარიფების შესახებ რაღაცა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ტარიფები სერვის ცენტრ კომპანიაში მოდის სემეკიდან. გასაგებია, უბრალოდ საუბრობდი რა ტარიფები, მე რამდენადაც ვიცი, ერთსულიან ოჯახზე არის ლარნახევარი. ეს იზრდება როგორ არის განგარიშე მოთქვა ამაზე გქონდა საუბარი. არა, სულადობით ლარნახევარი კი და ეს თუ არ გადაიხდის ყოველთვიურად ემატება. მაგრამ რიცხვებზე 50 თეთრი არის ეს. ხო, ამაზე საუბრობდით. ამ რიცხვებზე 40. მაგრამ სანამ დავიწყებთ იქ სიუჟეტში წეღანი იყო ლაპარაკი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, აი თუ გურჯაანზე იყო რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა წყლის ხარისხით და არ მოწონთ. გურჯაანში რაც შეეხება წყლის ხარისხს და ეს მარტო გურჯაანზე არა ლაპარაკი, ზოგადად კახეთზეც და მთლიან საქართველოსაც არის განკაცრებული წყლის ხარისხის კონტროლი. ხდება განკაცრებული რასაშო. ჩვენი ლაბორატორია ადგილობრივი არის სურსათის უნელობა, რომელიც დადის სერვის ცენტრებში, ქალაქებში და იღებს ანალიზებს, სინჯავს ჩვენგან დამოუკიდებლად, ისე რომ ჩვენთან შეთანხმებულად არ ხდება. ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ, აიღონ, წაიღონ და იგივე არის ჩვენი სერვის ცენტრის ყველა ლაბორატორია, რომელიც არის აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიებით, აქ ხდება ყოველთვის, ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ წყლის სინჯების აღება. დაქლევა ხდება საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ნორმებით და ეს რომ გადახრა და ის რომ რაღაც წყალი დაბინძურებულია და დასალევად არ შეიძლება და უარგისია, ეს არც ვეთანხმები, არც სიმართლე არ არის. აი რატომ საუბრობენ მაშინ მოქალაქეები? არ ვიცი, ამას მე ვერ გაგცემთ პასუხს, მე რასაც ვიძახი, იმაზე პასუხისგებელი ვარ და ვიცი, რომ ეს თუნდაც გურჯაანში
წყალი არის ნებისმიერ დროს რომ შეამოწმონ უმაღლეს ზის ნორმებში ის რომ სასმელად ვარგისია და არავის როგორია ეს ნორმები თქვენ ზის ნორმებში იქ თქვათ რა კრიტერიუმებით ითვლიან ეს უნდა იყოს მხოლოდ დაკროლილი თუ წყლის შემოწმებაც ხდება თქვათ იმ წყალში ნედლი წყლის შემოწმება ხდება ხო ამას კი ნედლი წყლის შემოწმება ხდება და შემდეგ ხდება დამუშავებული წყლის შემოწმება იქ არის ნორმები სადაც ჩანს ნათლად რომ შეიძლება თუ არ შეიძლება ამ კონკრეტული წყლის გაშვება ამ მომენტისთვის თუ არის ესეთი დარღვევა, ანუ ყისე წყალი ქსელში არ გადის, თუ არ გაიარა ლაბორატორია და თუ არის, მაგრამ მე არ მახსენდება ამ ახლო მომავალში ისეთი გადახრა, რომ არ შეიძლებაოდეს წყლის გაშვება, მაგრამ რომც იყოს ესეთი შემთხვევა, ყველა არიან გაფრთხილებულები და ყველა მიციან ის, რომ მანამ ნორმებში არ ჩადგება ეს წყალი ქსელში არ მოხდება. ის ვინც გამრიცხველიანდა და ვინც უკვე მრიცხველი შეიძინა უჩივის იმას რომ მისდის ძალიან მაღალი გადასახადი ის თუ იხდიდა სულზე ნახევარს გამრიცხველიანების შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს გადასახადი 3-ჯერ ხშირად 4-ჯერ 5-ჯერაც მეტი იყოს მისთვის ნაწილი ამას აბრალებს თქვა ტარიფის ძვეს ნაწილი აბრალებს საუბრობს იმაზე რომ წყლის მოსვლამდე ჰაერის გამოდის ონკანიდან რაც ამუშავებს ასევე მრიცხველს და ეს ეთულება წყლის გადასახადში. როგორია პროცესი და რატომ დგა ეს პრობლემა? ანუ ერთის მხრივ თუ სულზე ლანახევარია თქვა და იქ 50 შეუსაბამოა ხო მომხმარებელი ისიც არის და ისიც გამრიცხველიანებელი თუ გამრიცხველიანებული ადამიანი იხდის უფრო მეტს მაშინ მას რა დამატებითი უკეთესი პირობები აქვს თქვა იმ ადამიანთან ვისაც არ აქვს მრიცხველი როგორია ეს პოლიტიკა რაც შეეხება მრიცხველის დაყენებებს, მრიცხველი ყენდება მთლიან საქართველოში, სულ ყველა რაიონულ ცენტრში და ამასთან რომ მოსახლეს ვისაც მრიცხველი უყენია და გადასახადი მოსდის მეტი, რაც მოსდის გამომრიცხველიანებელ აბონენტს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმისგან, რომ შიდა ქსელი არ აქვს გამართული, სადმე ჟონავს, ხდება გაჟონვა და არ აქცევს ყურადღებას, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ეს არის ყურადღება მისაქცევი, რომ შეიძლება ამისგან იყოს და თუ ეჭვი ეპარება, ანუ ყველაფერი მოწესრიგებული აქვს და ეჭვი ეპარება, რომ ეს მრიცხველი არ მუშაობს, ამისთვის არის საქართველოში დაყენებული არის ქუთაისში და ზაგეში დანადგარია, რომელიც სინჯავს მრიცხველს, ვარგისიანობას და აღრიცხვას სუსტია თუ შეცდომით იღრიცხება და ასევე ჩვენი სერვის ცენტრის თანამშრომლები სულ ყველა ყოველთვის ანუ აღნიშნულ პრობლემებზე რაც შემოდის ჩვენთან ხდება რეაგირება მიდიან და ეხმარებიან იმ რიცხველის ვარგისიანობის დადგენაში. ანუ ადგილზე როგორ ხდება ლაბორატორიული წესით? ლაბორატორიულად და მექანიკურად კი ხდება, ანუ ელემენტარულად რომ აავსონ 100 ლიტრიანი აუზი იქნება თუ 200 ლიტრიანი და ნახავენ იმ რიცხველზე 200 litre დაიწერა თუ 250 თუ 300. ანუ ადგილზე ეს მომსახურება შეიძლება გაუწიოს. კი მარტივად თვითონაც შეუძლიათ და თუ ვისაც არ შეუძლია. რაც შეეხება ჰაერის თემას, აი ამაზე შეად ჰაერის თემას რაც შეეხება, ჰაერის თემა ეს არის ისეთი თემა არაა, რომ ამხელა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას მოსახლეობისგან და რატომ გეტყვით ახლა მოგახსენებთ მოსახლეს, რომელსაც აბონენტს აქვს გამრიცხველიანებული და ონკანი აქვს დაკეტილი, იმას თუ შეამოწმებს ონკანს მოუშვებს და ჰაერი წამოვა, დაკეტავს ხო მაშინვე. ანუ ის 2 წამის ჰაერის გამოსვლა იქ არანაირი თანხებთან დაკავშირებული არაა რომ დაწეროს. და თუ მოსახლეს ონკანი ღია აქვს დარჩენილი და სახში არ იმყოფება, იმას შეიძლება ჰაერმას დაუწეროს, მაგრამ ჰაერს წყალი მოსდევს და წყალი უფრო მეტს დაუწერს. ესე რომ აი მაგას არ ვიცი, მე ვერ ხვდები, რატო აქვს ეს პრობლემა, როცა გამრიცხველიანებული. ამ მრიცხველი დაყენდა და საჭიროება მოითხოვა, იმიტომ რომ ყოფილიყო გაუმჯობესებული იყო წყლის მიწოდება სერვის ცენტრებში, მოგეხსენება და ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში არის არანორმალური წყლის მოხმარება. არის უყაირათო მოხმარება, არის უყაირათო დაქცევა და ამის გამოა რომ მრიცხველი უნდა დავაყენოთ და ეს არის წინაპირობა იმისი, რომ მოხდეს 24 საათიანი წყალმომარაგება, რომ მრიცხველი დავაყენოთ და ჩვენ ქართველებმა, ჩვენ მოსახლეობამ
ვისწავლოთ წყლის ეკონომიურად მოხმარება და უყაირათოთ, არ მოвихმაროთ წყლის წყალი. აბონენტებზე, რომლებსაც აქვს მრიცხველი, ან რომლებსაც არ აქვს. მათ შორის არის მნიშვნელოვანი სხვაობა. ანუ აი გადახდის კუთხით. აი როგორ მე ისი თქვა მინდოდა აბონენტები რომლებსაც აქვთ მრიცხველი დაყენებული პირობითად სამსულიანი ოჯახი მოიხმარს იმდენ წყალს, იმდენ ტონას, თუნდაც რომ თვეში მაქსიმალ უწევთ მაგალითად 14, 15, 20 ზოგს 20 ლარამდეც გადახდა, ანუ 10 ლარს წდება მათი გადასახადი. იგივე ჩვენ თუ ავიღებთ სამსულიან ოჯახს ტიპიურად ხო სულადობით მათი გადასახადი არის 4 ლარ ნახევარი, ანუ მათ შორის მნიშვნელოვანია მაინც ხომა. შეიძლება მომხმარებლით ვისაც მრიცხველი არ აქვს, უფრო მეტსაც იხმარდეს, ხომ? აი ამის დარეგულირება როგორ ეს ადამიანები დამატებით ვერაფერს ვერ იგებენ. ამიტომ რატო გამრიცხველიანდება ადამიანი თქვენთან, როცა უფრო იაფათა აქვს წყალი? გამრიცხველიანებას რასაც თქვენი ძახით რომ არის იგივეს მოიხმარს და ნაკლებს იხდის, ეს არის გამრიცხველიანება მოხდება ყველგან, არ დარჩება მოსახლე რომ გამომრიცხველიანებელი იყოს. და აქედან ეს ახლა ერთ დღეში და ერთ კვირაში თლიან ქალაქს ვერ გავამრიცხველიანებ და ვერ ჩავსვავთ ნორმებში. ეს არის დრო უნდა ამას მიმდინარეობს ყოველდღიურად და ეს უახლოეს მომავალში დამთავრდება. რამდენი პროცენტია ახლა? რამდენი პროცენტი რეგიონში გამრიცხველიანებული? დედოფლის წყაროში 100%-ია გამრიცხველიანებული, სიღნაღშიც 100%-ია გამრიცხველიანებული, ყვარელშიც, თელავში 80%-ია გამრიცხველიანებული. სართიჭალაში აგე მიმდინარეობს 90%. გურჯაანში 100% გამრიცხველიანებულია. დარჩენილი არის კორპუსები რო არ ჩავთვალოთ კერძო მოსახლეობა, ამ წუთას კერძო მოსახლეობაზე მაქვს ლაპარაკი. დარჩენილია ის, რომელიც არის დაკეტილი სახლი. ან არ ცხოვრობენ და არა კორპუსებში მაინც თქვენაც ახსენდა ეს კორპუსების გამრიცხველიანება რატო ვერ მოხდა და მაგახსენებთ კორპუსების გამრიცხველიანება 2014 წელშია დაგეგმილი რომელიც სრულად გამამრიცხველიანებს თლიან ჩვენ არსებული კორპუსები რას გვაქვს ესე რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება თავიდანვე რა ტიპის ტექნიკური პრობლემები იყო რომ თქვა ესე გაიყო კორპუსები ცოტა ხნით გადაიდო გამრიცხველიანება და დაიწყო სახლები. კორპუსებში პრობლემა ის იყო, რომ შიდა ქსელები არის ძალიან ბევრ კორპუსში არის გაუმართავი და ამის გამო ანუ არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და კორპუსთან თან შეთანხმება ხდებოდა სხვადასხვა მოსაზრებებზე და შეჯერება ხდებოდა როგორ და რანაირად დაყენებული იყო მრიცხველი. გასაგებია მე მოქალაქეებს შევახსენებ თქვენ უკვე შეგიძლია დარეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ტიტრებში მითითებულ ნომრებზე მე შეგახსენებ ნომრებს ეს არის 0300 53 22 33 30 და მობილურის ნომერზე 551 70 33 30 ნომრები არის მითითებული ტიტრებში ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ წყალმომარაგების საკითხებზე არსებულ პრობლემებზე და დაგვიკავშირდით და თქვენ შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის ასული ნებისმიერი კითხვა რაც ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ ერთი პრობლემა რაც სიუჟეტში იყო ასახული ეს იყო გრაფიკი ანუ მოსახლეობის თქვენ თქვით რომ თითქმის 100% თუ არ ჩავთვლით კორპუსებს ამ ქალაქებში არის გამრიცხველიანი ხო მაშინ რა უდგა წინ რომ იყოს 24 საათიანი მიწოდება გურჯაანის მაგალითზე აი თუნდაც გურჯაანის მაგალითზე აი მაგალითად კი ბატონო ეს ერთადერთი მიზეზი 24 საათიანი მოწოდება რომ არის მიზეზი გამრიცხველიანება. გამრიცხველიანება როდესაც მოხდება ეს იქნება 2014 წლის დასაწყისიდან ალბათ იანვარ-თებერვალში მოხდება ისი გამრიცხველიანება ალბათ პირველ დეკადაში პირველ 3 თვეში ასე ვთქვათ პირველ კვარტალში მერე მოხდება გამრიცხველიანი მერე იქნება 24 საათიანი გრაფიკი. და უმეტესობა ხო არის უკვე გამრიცხველიანებული? უმეტესობა არის მაგრამ ის ვისაც არ უდგას მრიცხველი ასე ვთქვათ ის იხმარს უყაირათოდ წყალს, ძალიან ბევრ წყალს ხარჯავს. აქედან გამომდინარე ჩვენ აღრიცხვას ვერ ვაწარმოებთ წყლის. როდესაც 24 საათიან გრაფიკზე გადავა ქალაქი, უნდა იყოს 24 საათიანი მიწოდება ქვევით სადაწნეო. სადასწრეო მაგისტრალი და კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, სადასწრეო მაგისტრალია შესაძლებელი. რომელიც მოდის ცენტრალური სათაოდან მოდის ჩვენს რეზერვუარებში. რა მდგომარეობაშია გურჯაანში ქსელები? მოდით იყო პროექტი, როდესაც ქალაქში ამოიცვალა ეს ქსელები და იქნებ კახეთშიც ვისაუბროთ მე ქსელებზე. რა მდგომარეობაშია რეალურად ქსელები? ან თუ გიქმნით არსებული ქსელები თქვენ პრობლემას? ქალაქის ქსელები, ასე ვთქვათ, რეაბილიტირებულია უკვე.
ქალაქში გაკეთებულია რეაბილიტაცია, ორ ეტაპად გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა კომპანიამ სხვადასხვა დროს ჩაუტარა რეაბილიტაცია ქალაქს. დარჩენილია სულ რაღაც რამოდენიმე ქუჩა, 8-9 ქუჩა შეიძლება 10, რომელსაც არ აქვს კატასტროფული მდგომარეობა, მაგრამ კომპანიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის 8 ქუჩას გაკეთებული იყო და უკვე 2014 წლის დასაწყისისთვის იგეგმება სრული მასშტაბით ქალაქის რეაბილიტაცია დარჩენილი ქუჩების. ეს არის ფარნავაზის, ლეონიძის, შალიკაშვილის, ყაზბეგის, კირვალიძის და ასე სიღნაღის 10 ქუჩა. 10 ქუჩა. 10 ქუჩა დაახლოებით 8 ქუჩა. და კიდევ დაგეგმილია სადაზნეო მილსადენის მშენებლობა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 14-15 კილომეტრს, რომელიც კეთდება ახალი მილსადენი 325-იანი მილით, ლითონის მილით, შიგნითა ცემენტაციით, გარედან იზოლირებული ბრწყინვალე მილით, რომელიც პირობას შექმნის 24 საათიანი წყლის მომარაგებას. 24 რომელიც აი თქვენ თქვით ეს მოდით ავიღოთ ორი მიმართულება 24 საათიან წყლის მომარაგების კუთხით. ადამიანს, როდესაც მოხდება გამოცვლიანება, თქვენ ვალდებული ხართ მის ონკანამდე თლიან მოაწესრიგოთ, ხო? ეს არსებული სისტემა და ხა ონკანის იქით თუ დაღლის ის დაწეს კიდეც და თქვენ გიქნება დამოგება. რა ხარჯებთან არის? ეს უკვე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს პრობლემები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, თუ ეს დროში მალე გაკეთებადი პროცესია. ვიდრე მიპასუხებთ კითხვაზე მოქალაქე ჩავთოთ. ეთერში ხართ, გისმენთ. ბატონო ლევან, მაინტერესებს, აი ჩვენ კორპუსიდან ვრეკავ. დიახ. ჩვენ გვაქვს გადახდილი ყოველი თვე, არც ერთი თვე არ აქვს გაცდენილი და დავალიანება მოგვივიდა მე პირადად 180 ლარი. 2011 წლიდან ამ თვის დასაწყისამდე ეს ორი თვე აღარ იყო. თუ მიმართეთ თქვენ სერვის ცენტრს რომ რა გარკვევის მიზნით თუ იყო? მიმართეთ, მაგრამ რა ვიცი, ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. რატო ვერ გაარკვიეთ? აი რა ვერ გაგირკვიეს? იმიტომ რომ ქვითრები უნდა გქონდეთ 2011 წლისა და ყველა ქვითარი არა გვაქვს შენახული, მაგრამ ვისთანაც ვიხდიდით, მან გითხრა რომ თქვენ ვიცით რომ გადამხდელები ხართ, თაყაიშვილის ცხრიდან გირეკავთ. თითქმის ყველა მოგინახეთ მისამართი თაყაიშვილის 9, ხო? 9 ნომერი. როდის იყავით ხალბატონო თქვენ? იგივე მდგომარეობა აქვს. აი ნამდვილად ვიცი რომ გადახდილი აქვს აქ მეზობლებსაც და მაინც დავალიანება მოგვივიდა ქვითრებით. როდის იყავითო? კითხვა. როდის იყავით სერვის ცენტრში აი რამდენიმე დღის წინ ვიყავით ჟანასთან, ვიყავით პირადად. ჟანა საერთოდ არ ყოფილა. ჟანა თელავში, დიდებაში, თა? მან წყალკანალში ვიყავით ამოსული და ეს ქვითრებიო გითხრა, ეს კი ჩამოგეჭრებათო, უნდა დახსეროქდესო, მაგრამ სულ ყველა არაო, რაც არის მოცემულიო. არის დაახლოებით 2011 წელს. თქვენ რომელი გურჯაანი და რეკავდა ჟანასთან, ვინ ჟანასთან იყავით, კითხვა იყო ასე? არა, მან წყალკანალში, რა ვიცი, ვინ მუშაობს, თანამშრომელი, მან შევედით. ასაგებია. გურჯაანში, ხო? გურჯაანის სერვის ცენტრი. კი, გურჯაანში ვცხოვრობ ჩვენ. კარგი. აი, მოდით მოქალაქეს გავცეთ იქნებ კონკრეტული პასუხი. ადამიანმა მივედი და ვერ მირკვევენო ბაზაში. ორგანიზაციის მენეჯერი გახლავართ და ჟანა ნამდვილად არ მუშაობს ჩვენთან სერვის ცენტრში არავინ. ჩავთვალთო სახელში რომ ვინმე გოგონასთან. ვერ მირკვევენო ვერაფერი. უნდა შემოვიდეს ყველა მოქალაქე აბონენტი განცხადებით. განცხადებას აქვს რამოდენიმე დღე ვადა, რეაგირებას მივცემთ უეჭველად განცხადებას. როგორ შეიძლება განცხადებას არ უპასუხო? და არ გასცემ პასუხი. ის განცხადება რეგისტრაციაში ტარდება და როგორ შეიძლება განცხადებას სათანადო რეაგირება ეს იყო თაყაიშვილის 9 ნომერი, ბატონო, იქნებ თქვენს მოინიშნო და უშუალოდ გადაამოწმოთ ეს კორპუსი, რა პრობლემები აწუხებთ ამ და ჩვენ სიუჟეტებში ამას ვაჩვენებთ კიდეც რა პრობლემის წინაშე დგანა და როგორ მოგვარდა ეს. კვლავ ჩავთოთ მოქალაქე ეთერში ხართ. ალო. ეთერში ხართ, ისე. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. აპრილიდან გაწუხებ. ისი რა მაინტერესებს? დიდი წლებით ხო, აი არა მეხუთე საათზე ცხოვრობ, არ მქონდა წყალი, არ მქონდა. გააკეთდა თითქმის 2 წელია, მეტი ხანი ხوارალი და მასმერ ეს ხალხატონი გაბრძანდება, ვინც ქვითრებს წერდა და სულ ყოველთვის ვიხდიდი. არც ერთი თვე არ მაქვს გამოტოვებული და ეს 42 თანაც მასიურად ეს ადამიანზე სულ ყველა ისე ერთი და იგივე წებამდე იყო არის და სულ ყველა თუ ხალი იყო. რამდენ ადამიანს მივიდა 42 ლარი დავალიანება? ძალიან ბევრს.
ვის კი ერთი სულია 42-ია, ვისაც 6-ნი არიან თუ 4-ნი არიან, იმასაც ესე ლარნახევრები საერთოდ. მაგრამ მე მეინტერესებს რომელი შიდან დავიწყეთ გადახდა ყველა მესე მასიურად რომ ყველა ეს ადამიანს 42 აქვს და ყველას ის აქვს. როდის მოგივიდათ ეს კითხვები? ეს კითხვები მოდის და მოდის ეს 4-5 მაინც მოსულია მასიურად 42. ასაგებია თქვენ მოდით მოვინიშნოთ თქვენ მოაყურებთ რამდენიმე მოქალაქე კიდევ ჩავთოთ და ერთად უპასუხოთ. ეთერში ხართ გისმენთ? ალო. დიახ, ეთერში ხართ. ეთერში ხართ გისმენთ? მე თამარ მეფის კორპუსებში დიახ. თამარ მეფის ქუჩაზე და ყველას მასიურად მოგვივიდა 93 ლარები, ორნი ვინც ვართ, სამს და არ მეზობელი რომ 240 ლარი მოვიდა მასიურად თელ კორპუსს. ანუ ციფრები ერთი და იგივე მოდი? 60 ოჯახის სახელით. რამდენი 60? მიწერია მე მიწერია 93 ლარი. და ქვითრებით გადახდილი მაქვს ყველაფერი. ვინ გვაპატიებდა? სახში რო არ ვიყავით სამსახურში მოდიოდა ის გოგო მაია ბუთხუზა გოგოა. და ყველანაირი ქვითრები მაქვს და ესე მასიურად როა ყველა კაცო ერთი გამაგებინეთ ეს 93 რა არის დაზეპირებული გააქვთ რატო 73 არ არის ან ეს 93 რა არის და რატო უნდა ვარკვიო მე თქვენ თანამშრომელი ხო თქვენ გაარკვიეთ ახლა მთელი ქალაქი ამ დღეშია და თელმა ქალაქმა რო თავი დავაძო და მანდ მოვიდეთ ჟანა ყავ თუ ანგელინა გადავყლაპავთ ალბათ და თქვენ თვითონ გაგვირკვიეთ საყვარელო რა საჭიროა რომ ეხლა ახალი ჩაეგავლის შევქმნათ აღრიცხვა კაცო ფაქტია რომ მთელი ქალაქი ამ დღეშია გასაგებია კლავ ერთი მოქალაქე უგუნესი მადლობა ზარისთვის ერთი მოქალაქეა კლავ ხაზე ეთერში ხარ გისმენთ ალო ეთერში ხარ გამარჯობა ლევან მოგესალმებით მე ნონიშვილის ქუჩიდან გირეკავთ მოვიდა ქვითარი ჩვენთან მეზობლებთან და ჩვენთანაც ხოლო ჩვენთან იმ განსხვავებით რომ თითო სულზე არის 45 ლარი გადასახდელი ორსულიანს აქვს მისული 90 ლარი ერთსულიანს 45 და დამატებული ლარნახევარი მე მაგალითად ვიხდიდი ყოველთვის მე ესე ხელზე ვინც და ქვითრებს გვიწერდნენ მე გითხეს რომ ქვითრები მოგივართო და იმის მიხედვით უნდა რაღაც ელექტრონული ვერსია გაგეცეს ამ თქვენი სიებისაო და თებერვლის მერე აღარ გადაგვიხდი იმიტომ რომ ქვითარი არ მქონდა და ვერ ვიხდიდით მე ხარ თებერვლი და რაც მეკუთვნის აუცილებლად გადავხდი ამას მაგრამ აი მეზობლებთან სულ ესე არის თითო სულზე არის 45 ლარი დარიცხული წინა ტელემაყურებელმა ვძანა რომ მართლა მთელი ქალაქი ამ დღეში არის და ხა სულ ყველა იქ რომ მევიდა და რიგები დადგეს არ ვიცი უბრალოდ ახსნა განმარტება ხო შეიძლება რომ მოგცენ მათ თქვენმა სტუმრებმა რატო არის ეს თანხები თითო სულზე დარიცხული 45 ლარი გასაგებია ლარნახევარი ძალიან დიდი მადლობა კლავზარი ერთი მოქალაქე ეთერში ხართ შეწყდა ეთერში ხართ ეთერში ხართ მოგესალმებით იქეთ ტელევიზორს ოდნავ მოცილეთ სუდათ ისმის თქვენი ხმა დიახ ისმის ზანი ქვითრებზე რომ არის საუბარი ქვითრები რომ იყო შენახული კი კითხვა დასვით სამწუხაროდ გაითიშა ცუდად მოდიოდა ხარვეზით მოდიოდა თქვენი ხმა კითხვა დასვით თქვენ ბოლომდე არ დაიშვა კითხვა მოდით ჯერ ამ კითხვებს უპასუხო და შემდეგ ჩავთოთ უკვე მოქალაქეები კვლავ აი რასთან გვაქვს საქმე მოდით აი ფაქტია 9 აპრილის ქუჩა მოქალაქეები რეკავენ მთელ კორპუსს ვინც ერთი სულიანია მოგვივიდა 42 ლარი თამარ მეფეს მივიდა ორსულიანებს 93 ლარი ნონეშვილს მივიდა 45 ლარი ეს ხო აბსურდია რომ ყველა მოქალაქეს ესე სტაბილურად ქონდეს იმ ქუჩაზე 45 იქ 42 იქ 90 რა პროცესთან არის საქმე აი როგორ უნდა ქონდეს გაუგებრობას ეს უნდა ხო გითხარით უნდა შემობზადნე ჩვენთან ერთ-ერთი არ არის საჭირო მთელი მოსახლეობა შემოვიდეს 1 2 3 მოსახლე ამოვიდეს განცხადებით შემოვიდეს თქვენ ამის შესახებ არ იცოდით ინფორმაცია არ გქონდათ ამ წარმოუდგენელია ეს შესახებ აი რაც ახლა მოისმინეთ წარმოუდგენელია
შეიძლება არ იხდიდა მოსახლეობა გადასახადს და იმიტომა მოგროვილი თანხა. არა, ეს ბავშვად მაგდენი არ არის. არა, აქ საუბარი დაზიანა. 40 კაცს მივიდა ყველას თითოს 42. ხო გამორიცხულია რომ ყველამ ერთნაირად ისი არ გადაიხადა რომ 42 დავალიანმა დამოგროვა და 10 კაცს თუნდაც. იმას დამოგროვა და 93. ანუ აქ ჩვენ როგორც მოქალაქეები საუბრობენ ფაქტია რომ ვიღაცა დადიოდა და ხელაღებით დააწერა კორპუსების მიხედვით გადასახადი. შენ 42, იმას 93, ამას 147. იცით როგორ არის? აი და როგორ ხდება? ბატონო ლევან, ეს ჩვენ ჩავინიშნეთ, ამას გავარკვევთ და გავუკეთდება შესაბამისად კორექტირება. თუ რაღაც დარღვევაა ჩვენი კომპანიის მხრიდან. აი როგორ ხდება ეს აღრიცხვა, დარიცხვა როგორ ხდება? ვინ აკეთებს? თქვენ აკეთებთ ამას თუ ცენტრალური სამსახური აკეთებს? აი როგორ ხდება? ჩვენი აგენტები იღებენ ჩვენებას მრიცხველებზე. დიახ და ადგილზე ვეხდება დარიცხვა, თქვა. თუ აი ვინ ცენტრში მიდის ეს ჩვენებები და ცენტრიდან მოდის. პროცესი როგორია? მაშაალლა. აი იქნებ იმას ხო და პროცესი როგორია? თქვენმა აგენტებმა აიღეს ჩვენები. ჩვენების სერვის ცენტრში ეს ყველაფერი ხდება ერთ ბაზაში და იგზავნება სათავეში. კი ბატონო. იქიდან ეს პრობლემა რაც არის. იქიდან მოდის უკვე თითოეულის გადასახადი? კი, დარიცხვები. სათავეში, ანუ დარიცხვა და ქვითარი მოდის იქიდან. და ეს პრობლემა საიდან შეიძლება ეს პროგრამა შეიძლება აერია ვიღაცა ვერ გაიგო და ხელა აი და საიდან შეიძლება ამას ახლა ამ წუთას კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ ეს ჩანიშნული გვაქვს გავარკვევთ და ყოველ შემთხვევაში აი ეს მოქალაქეები რა თქმა უნდა მაგრამ ეს დარღვევები ვინც იძახის რომ გადახდილი აქვს და არანაირი პრობლემა არ აქვს და არაფერი დავალიანება არ გააჩნია ჩამოეწერება და გასწორდება ეს ყველაფერი აქ ასევე ვისაუბროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიზია მტკიცების ტვირთი ანუ ის რომ თქვენ ედავებით ადამიანს 42 ლარს თქვენ ალბათ უნდა დაუსაბუთოთ ხო რომ მას ეს თანხა არ გადაუხდია თუ მან უნდა მოგიტანოთ კითხვები მას პირობითად არ აქვს შენახული კითხვები თქვენ შეძლებთ დაუსაბუთოთ რომ აი ბაზი ანათლებით რაღაცი თუ არ გადაუხდია გადახდა რო ხდება მოსახლეობისგან ბაზაში არის ბაზა აქვს თვითონ ანუ პროგრამას სადაც ყოველთვიურად ის გადახდილი თანხა რომელ დღეს რომელ რიცხვში და რომელ საათზე გადაიხადა ყველაფერი არის იმ ბაზაში. აი ხა მაგალითად მეორე საკითხი კვლავ შეიძლება იმაზე ვისაუბროთ. ეს ადამიანები რომლებიც თვლიან რომ უკანონოდ დაერიცხათ ფული და არ გადაიხდიან ამ ფულს. ამ შემთხვევაში თქვენ გაუჩერებთ ვთქვათ წყალის მიწოდებას? უკაცრავად უკანონოდ დაერიცხათ. ხო აი თვლიან ახლა ადამიანები ვინც დაერეკეს რომ 42 93 45 დაერიცხათ უკანონოდ. ესენი თვლიან ამას ხო ახლა კორპუსებს მასიურად მივიდეთ და იგივე ფული. არ ამ ფულს ამ დავალიანებას რომ არ გადაიხდიან, ვიდრე ეს არ გაირკვევა და გასწორდება. თქვენ შეუჩერეთ ამ ადამიანს. არანაირად არ მოხდება. ეს სადაო საკითხი როცა არის ხოლმე და მანამ გაირკვევა ეს მოსახლეობას წყალს არ უწყვეტავთ. გასაგებია, დავახლებთ დავადადაჭირდება ამას რომ ეს გაირკვეს, საიდან მოდის ეს მდგომარეობა უშუალოდ აი გურჯაანში. თქვენ როგორ თვლით? რამოდენიმე დღე? კი. რამოდენიმე დღე დაჭირდება ამას. ჩვენ მივადებთ თვალს აი და როგორ იქნება ეს პროცესი ან როგორ აისახება. დავკავშირდებით მოსახლეობას და ძალიან თხოვნი მოსახლეობა. აი მე გეტყვით იქე მოიშვათ ეს იყო თამარ მეფის ქუჩა კორპუსები 9 აპრილი და ნონეშვილი. ესე 9 აპრილზე 42 თამარ მეფეზე 93 ნონეშვილზე 45. თამარ მეფეზე 98 ნონეშვილზე 93 თამარ მეფეზე ხო ესე ხო 45 და 42. კვლავ რამდენიმე მოქალაქე ჩავთო და გავალზელოთ საუბარი ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. 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 ტელევიზორს ოდნავ დაუწიეთ, ან მოშორდით ტელევიზორს, მოგხსნით. ალო. ეხა ისმის, კი ბატონო, გისმენთ. ერთი გამაგებინეთ, რო ლაპარაკობს ეგაო დაილევა ეს ზემოგურჯაანში ყველაფრის ქუჩაზე, ხალი მოგდის, სახუნელი არ დაილევს. გასაგებია. გასაგებია, ეს ეკუთვნის სოფლის წყლის ქსელებს. და ჩვენ ლაპარაკობენ ეგეთი ხალი მოდის, ეგეთი ხალი მოდის, სათარი საცმელი ხალი. ბატონო, მომისმინე ეწუთი ნუჩხუბობთ. დავშვით მე გავცეთ მოქალაქეს პასუხი. მალობ ზარისთვის, კვლავ ზარია ეთერში ხართ. შეწყდა მომეო ზარი. ხო აი სოფლებზე იქ დეტალურად აიც ჩამოთვალოთ თქვენ უშუალოდ რომელ ქალაქებს ემსახურებთ აი ეს 9 სერვის ცენტრი, რომელი სერვის ცენტრებია და როგორია მათი ტერიტორიული გადანაწილება. მალდე ერთი მოქალაქეც ჩავთოთ. და მე ეთერში ხართ. დაწყებ ნონეშვილის ქუჩიდან ვეკავ ისევე. არის ძალიან უხარისხო ქვიშა მოყვება.
არის სხვანაირი შეფერილობისა და ნამდვილად ვერ მოიწონებენ თავს წყალმომარაგების მესეურნი რომ ნორმალური წყალი მოხდეს. არაფერთ არ ვარ გარსასმელად კი არ ვიცი როგორ არის თუ ლაბორატორიულად შემოწმებული წყალს უნდა ეს სტანდარტი არის რომ ქუშა მოყვებოდეს არ ვიცი. ისე რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. ვალობძავს. ეს რომელი ქუჩა იყო ბაცაშვილი? ხო, წყლის ხარისხს რაც შეეხება ეს ქვიშა არანაირად არ უნდა ხვდებოდეს ქალბატონო უკაცრავად, მაგრამ ეს შეიძლება თქვენი შიდაქსელის პრობლემა. ეს კორპუსში შიდაქსელის ხო, კორპუსში მარტო ერთ მაცხოვრებელთან თუ არის? არა, ჩვენთან ანუ ეს აღნიშნა. ხო, მაგრამ ეს ამღვრეულ მღრიე წყალი რო იყოს და იყოს ქვიშა მოსდევდეს, ეს ხوار შეიძლება იყოს ერთ კორპუსში და გვერდზე კორპუსში ნორმალური წყალი იყოს. ანუ ეს თუ იქნება მღრიე წყალი და იქნება დაბინძურებული, იქნება მთელ ქალაქში. რაც მთელ ქალაქში დამერწმუნებიან, რომ ესეთი პრობლემა არ არის და არც ყოფილა და არც იქნება. მოდით, ადამიანს თქვა დაწუხებს კონკრეტული პრობლემა კორპუსში, ხო? რაღაც მოხდება ქვიშა. თქვენ ამბობთ, თუ არის დაზიანება და მილია გაფუჭებული, მაშინ ეს გამოჟონავს, ხო და რაღაც პრობლემა იქნება. მაშინ აღნიშნავდა ქალბატონი, რომ დაზიანებული. არ არის დაზიანება, მოსდევს ქვიშა. თქვა, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მოქალაქე? როცა თulis რომ მისთვის, ეხლა თქვენ კი აცხადებთ, რომ ხდება ლაბორატორიული შემოწმება, ადამიანი თulis რომ მისთვის უარგისია სასმელად ეს წყალი. ალტერნატიულად დამოუკიდებლად სად შეიძლება მივიდეს, გადაამოწმოს და თუ დადასტურდა რომ დაზიანებული ის იღებს სასმელად უარგის წყალს თქვენი ბრალეულობით. მაშინ მას კომპანია აუნაზღაურებს ამერეს? ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ არ მოხდება. არ არის ეს ადამიანი უჩივი. მე ესმის უჩივის, მაგრამ ჩანიშნული გვაქვს მისამართი, ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად მივლენ ხვალ, აიღებენ ანალიზსაც აიღებენ და ნონეშვილის ქუჩაზე. ნონეშვილის ქუჩაზე მაგ კორპუსზე ზუსტად მე მგონი ზარი დაფიქსირდებოდა არა იქ მოქალაქეს თქო გადაცემის მერე დარეკოს და დაგვიკავშირდით აუცილებლად ჩამოვალთ თქვენთან და დავწმუნდებით ერთად ჩვენს კი ლაბორატორიულადაც და თქვენ თვალწინ მოხდება ამ წყლის შემოწმებაც და პრობლემა არ არის. მოდი ჩავთოთ კვლავ მოქალაქეები ეთერში ხართ გისმენთ. ეთერში ხართ. ის ქუჩიდან წყალზე დიდი მადლობა, პრობლემები აღარ არის, მაგრამ ამ გადასახადებთან დაკავშირებით დავალიანება მოსული გვაქვს 154 ლარი. რომელ ქუჩიდან? გურამიშვილის ქუჩიდან. გურამიშვილის. ვიყავი პირადად წყალთა მეურნეობაში, სადაც არის, მივიტანე ჩემი ქვითრები, აკლდა რამდენიმე ქვითარი და მოგვიტანე დანარჩენი ქვითარიც. სულ ალბათ 5-4 ქვითარი არ ქონდა. დანარჩენი გადახდილი. თქვენ სხვა მოსახლეებს რამდენი ლარი მიუვიდა თქვენ მეზობლებს? ზოგს სულადოვის მიხედვით 2 წლის ამონაკრებია, ვითომ 2 წელიწადში არ გადაგვიხდია არაფერი. ჩვენ ვართ 4 სულიანი ოჯახი და ამიტომ მოგვივიდა 154 ლარი. ვიხდით თვეში 6 ლარს. საშუალოდ. გასაგები. მოდი ჩვენ ერთ მნიშვნელოვან კვლავ მოქალაქე ჩავთოთ. ეთერში ხართ გისმენთ. შეწყდა ზარი. ერთ ნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. არის სატელეფონო ჩართვა? ჩავთოთ მაშინ მოქალაქე ეთერში ხართ გისმენთ. ისაუბრეთ ეთერში ხართ. ეთერში ხართ, ისაუბრეთ ქალბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო ლევანტის საინტერესოებისთვის და მინდა მიმართოთ თქვენს სტუმრებს რომ გრეკავ თავისუფლების ქუჩის ნომერი 12-დან ჩვენს ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს 4 სულიანი ოჯახი და გვივიდა 155 ლარიანი დავალიანება. გასაგებია. სინათლეში რამდენი ქონდა? იგი გამოდის რომ 2 წელიწად ნახევარი ჩვენ გადასახადი არ გადაგვიქცია. რა ვიცი ესეთ ჰუმანურები თუ არიან ეგენი არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ყველასთვის ქვითარი მაქვს ხელზე და არ ვიცი თვითონ გააყრიან და მომდადრენ კონკურსებში და შეამოწმონ. ნამდვილად მთელი ქალაქი ვერ ამოვა მან. გასაგებია. კვლავ ზარია ეთერში ხართ? ალო. დიახ ეთერში. ალო. ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით.
გენცო ერთი მაინტერესებს 2005 წლიდან ყველა გადასახადი გადახდილი მაქვს მომივიდა 45 ლარი ერთსულიან ოჯახზე და რატომ მოდის ეს მაინტერესებს ასე არეულად თამარ მეფის 10 ნომერი დაგირეკა თამარ მეფი და ხო თამარ მეფის 10 მჭედრიშვილი ვარ მაინტერესებს მე ვერა მოვალ ყველა ქვითარი მაქვს სახეზე მოვიდნენ შეამოწმო გასაგებია უღმესი მადლობა ზარისთვის მოდით მისმინეთ გენცო მე მეშვიდე თვის ჩათვლით იყო გადახდილი გადასახადები ყველაფერი არა მოსულან ის მაინც გადავიხადეთ ის 4 თვისაც ნოემბრის ჩათვლით და ეხლა მაინტერესებს როდესაც სახში არა ვარ თვე 2 თვე 3 თვე და შულებთან ვარ ის გადასახადი მაინც უნდა გადავიხადოთ გასაგებია მალოთ ზარისთვის ერთი ვიდეო კითხვაზე ვაპასუხებ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით ხომ ერთ 10 ადამიანმა მაინც დარეკა და ფაქტია რომ კომპანიამ თქვენმა კომპანიამ რასაც თქვენ წარმოადგენთ წყალმომარაგების კომპანიამ ვერ უზრუნველყო არ იცსხვა და დადგა და სრულად ადამიანს ჰქონდა თუ არ ჰქონდა გადახდილი აი 45 ლარს რო გავყვეთ 144 ლარს რო გავყვეთ ადამიანმა თქვა რომ თითქოს სულ არ გადამიხდიაო თლიანად გაუშვა დავალიანებაში მასიურად ეს ადამიანები ეს უკვე არის სისტემური პრობლემა ეს არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ერთის ქვითაზეორის ქვითაზე როგორ უნდა მოიცეს მოქალაქე ამ შემთხვევაში თქვენ როგორ თვლით ეს უკვე მოქალაქის ალბათ არც პრობლემაა და არც გადასაწყვეტი ანუ კომპანიამ უნდა იმოძოს ნება და გაასწოროს ეს ვითარი აუცილებლად თუ მოქალაქეს შეიძლება არ ქონდეს ქვითარი მაგრამ ალბათ კიცების თვითი თქვენ და თქვენ დაუსაბუთოთ რომ იქ გადაუხდელი აქვს სიტყვაზე და ამ შემთხვევაში მოხდეს რატომ მოხდა ანუ შეიცვალა ხელმძღვანელობა კომპანიაში ბაზა დაიკარგა ვერ გაიგეს და მასიურად ყველას გაუგზავნეს დავალიანება თუ აი რა ან ვინ აგებს თქვა ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირი ვინ არის ამ სტრუქტურულად კომპანიაში არაფერი არ დაკარგულა და არც არაფერი ისეთი არ მოხდა რომ მოსახლეობას არ აქვს იმის არ უნდა ეშინოდეს იმის რომ ვიღაცა ზედმეტს გადაახდევინებს ან წყალი ჩაეკეტება დავალიანების გამო ეს გაირკვევა და მოსახლეობას მივაწვდით ყველანაირი საშუალებებით ეს მედია წყარო იქნება თუ როგორი ჩვენი აგენტების საშუალებით იქნება მაგრამ უახლოეს დღეებში ამ ყველაფერს გავარკვევთ და დაზუსტებულ პასუხს მივცემთ. მანამდე არანაირი პრობლემა არ უნდა გქონდეთ და ის რომ გადახდილი აქვს და იძახია რომ გადახდილი აქვს არ არის პრობლემა ის გადახდილი თანხა არავის არ დაეკარგება და ის დაუბრუნდება ისევ ჩვეულის გასაგებია. ჩვენ შევეცდებით ალბათ ის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება დღეს რომ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები მცირე საგამოძიებო მასალებიც მოგაწოდოთ თქვა რატომ მოხდა ეს პროცესი ან როგორ განვითარდება ეს პროცესი მანამდე კვლავ რამდენიმე მოქალაქე ჩავთოთ ანუ თქვენაც აღნიშნეთ უკვე ალბათ კომპანია იზრუნებს რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს და არა ვთქვათ მოქალაქე გასაგები ეთერში ხართ გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ალბათ ბატონ მენეჯერთან მაქვს შეკითხვა რომელთან ორი მენეჯერი შეიძლება ერთი კითხეთ ეს პირველი 2-3 კვარტალი რას აკეთებდნენ რომ წლის ბოლოს წაუტირეს ამ გაუბედურებულ ხალხს წელში რატო გააკეთეს ესე გასაგები მაგათი ჰუმანურობა ეს არის სირცხვილი არა აქვს გასაგები წლის ბოლოსო რატო თანაჩენი კვარტლები რას აკეთებდნენო წლის ბოლოს რატო წაუჭირეს მოქალაქეებს ხელი ლავზარი ეთერში მოგესალმებით მივესალმები მან მომზანებულ ბატონად აი მე მაგათთან პირადად პრეტენზია არ მაქვს უბრალოდ რა მაინტერესებს აი მასიურად ხო მოსახლეობის პრობლემაა დაუშვათ იზახია რომ ჩვენ გადახდილი გვაქვს და თუ ამ ხარს დაუდევრობის გამო ქვითარი არ აქვს და ვერ ამტკიცეს რომ გადახდილი აქვს ხო იკითხებოდა ეს ქვითარი ორად თვითონ არა აქვს ის ქვითარი მაგალითად ქვითას ვინც იძლეოდა მაგათი აგენტი იყო თუ ვინც იყო ხომ იძლეოდა ქვითას მაგათ არა აქვს აგრიცხული რომ ის გადახდილი ვისა ჩვენ მაგალითად გადახდილი გვაქვს უყოლას მაგრამ ზოგს ბავშვი ყავს სახში ზოგი ახლა არ ინახავს და გადაყარა რა ახლა არ იყო მაშინ საჭიროება არ მოითხოვდა ამ ქვითრის შენახვას მაგრამ თვითონ ხო უნდა გქონდეს აგრიცხული რომ ის ქვითრები რომ იწერებოდა მეორე პირი ხო ჩებოდათ მაგათ გასაგებია მადლობა ზარისთვის ეთერში ხართ გისმენთ ლავზარია ეთერში ხართ ალო ეთერში ხართ ეთერში ხართ გისმენთ ალო ეთერში ხართ ისაუბრეთ ხო ბოდიშის მოგესალმებით გენაცვალე მე ვარ მარტო ხელა ქალი არავინ არ მყავს სახში მე მომივიდა დარეცხა როცა დაიდგა ეს წყლის ისინი ყველაფერი
ხო და 85 ლარი გამოიანგარიშეს თუ რა იყო პირველი შედატანი მქონდა რაღაც კაპიკებია თუ რაც იყო ორთეთი იყო დაგვიგეს ეს გადასახადის ისიდი იმის შემდეგ განაცვალე 3-ჯერ 4-ჯერ ამოვედი მე წყალსადენზე 85 ლარი დამარიცხეს რისი მრიცხველის ღირებულება თუ დავალიანი მრიცხველზე დავალიანება ამდენი წყალი დახარჯეო მე არ დამიხარჯია ვეფიცებოდი ყველაფერს არაფერი არ მოხდა რომელი ქუჩიდან გვირეკავ ეხლა იმის შემდეგ განაცვალე რომელი თამარ მეფი და ხო არ გვირეკავ არა ბაზრის ქუჩაზე ბატონო ბაზრის ქუჩიდან კიტიაშვილი გივის ბინაზე გასაგებია ხო და კიდე დამერიცხა გასაგებია მადლობ ძალისთვის ზუსტად ამაზე ვსაუბრობ რომ კომპანია გაარკვევს როგორც ასახეს მიზეზს აი ერთმა მოხალხე ბატონო სწორი შეიშვა მე პირადად რასაც ვიხდი გადასახადეს ეს არა თუმცა ბანკში თუ ყველაფერი რომ შევინახო ალბათ ერთი ოთახიდან წერა ლაპარაკი და არის ბაზა სადაც ასახული არის გადახდები არის ბაზა სადაც ასახულია ყველას მიერ გადახდელი ჩვენ ხო არ ვიცით ამ რომელ დღეს რომელ თვეს და რომელ რიცხვი ის რომ წამოვიდა იმ მასიურად ერთი ტიპის დავალება ეს თქვენ ხელში არ გამოე მიდის მოქალაქეებთან პირდაპირ მზაკვითრები მოდის სერვისენში რომელიც ურიგდება მოსახლეებს ამდენი 1000 ქვითას ყველაში ვერ ჩაიხედა მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ამ ხალხის პრეტენზია აგერ დღეს ჩავინიშნეთ და სათავადაზომებს მივიღებთ რამოდენიმე დღეში სანერვიულო არაფერი არ აქვს ის რომ პრობლემა არ შეექმნებათ რომ ზედმეტად ვინმე გადაახტეინებს გასაგებია ბოლო სატელეფონო ჩართვა გავახორციელო და შემდეგ უკვე გავასრულებთ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით ალო ეთერში ხართ ისე მე ვრეკავ აღმაშენებლის ქუჩიდან და მაინტერესებს ბატონ მენეჯერებისგან მითხრანეთი რა არის ეს ასეთი ქარიშხლიანი წყალი და აბსოლუტურად ეს სველი წერტილები სულ ფუჭდება რატო არის ასეთი ძალიან ქარი ვერ გავიგე ჰაერი მოაქვს წყალს თუ ჰაერი მოაქვს ქარიშხლიანი წყალი შემოდის პირველად აბსოლუტურად სულ ფუჭდება ეს რომელი მისამართი იქნებ გითხათ თქვენი მისამართი იქნებ გითხათ თქვენი აღმაშენებლის ქუჩიდან ნომერი რომელი სახლიდან 30 მადლობ ძალისთვის ხალბატონო სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ შევძლით მეტი სატელეფონო ზარის განხორციელებას პრობლემა ცხადია აი რაც შეეხება თვითონ ამ მდგომარეობას რომ საუბრობთ ჰაერებზე ეს არა დასაწყისი არა ადამიანმა თქვა რომ წყალი მოძებს თან ჰაერი აი რა პრობლემასთან შეიძლება ის იყოს შეიძლება დაზიანება იყოს თუ არა ეს არის ჰაერი არა მოხდება როცა არის 24 საათიანი წყალმომარაგება მაგრამ იმ შემთხვევაში როცა გვაქვს ჩვენ გრაფიკული მომსახურება ამ შემთხვევაში ჰაერი იქნება თუმცა დასაწყისში მაგრამ მე უნდა დასტაბილურდება მე აუცილებლად დასტაბილურდება სულ არ მოდის სულ გამორიცხულია სულ ჰაერმა იაროს წყალი არ მიდის აღმაშენებლის ქუჩა რომელიც რეზერვუარებთან ახლოსია სულ ახლოს ჰაერმა ეს პრობლემა მაინც აწუხებს როგორ თქვენთან და იქნებ თქვენი მისამართი რომ როგორ ზოგადად ეს პრობლემა არ არის მარტო გურჯაანში ეს არის ყველა იმ ქალაქში სადაც არის გამრიცხველიანება და ამის პრობლემა არის ის რომ ეხლა კომპანია 2014 წელს გეგმავს გამრიცხველიანებას კიდევ მიმდინარეობს მაგრამ აიყო ხარვეზები ტენდერში გამარჯვებული ფირმა აკეთებდა და კომპანიას არ შეეძლო იმისი შეჩერება იმას თავის ვადები ჰქონდა ეხლა კეთდება ანუ ამისი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ამ წუთას მოხდეს ვანტუზის დაყენება მრიცხველამდე ის რომ ჩაკეტილ ონკანიდან გამოიდევნება ჰაერი და წყალი ზედმეტად ჰაერი არ დაუწერს მაგრამ 2014 წელს მოხდება გამრიცხველიან აბონენტებზე და კიდევ ვისაც გავამრიცხველიანებთ მოხდება ვანტუზის დაყენება და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ვანტუზი ეს არის რომელიც ჰაერს გამოდევნის ქსელიდან რაღაც პატარა მექანიზმია რომელიც დგება მრიცხველამდე გასაგები ანუ რისი თქმა მინდა მოქალაქეს თუ აწუხებს გარკვეული ტიპის ტექნიკური პრობლემა და ის თulis რომ ან ქვეში ან წყალსიღებს ან მასიურად ჰაერი მოსდევს თუ რაღაც პრობლემა აწუხებს ვის უნდა მიმართოს და სამსახურს რა უფლებები აქვს ანუ ადგილზე მივა შეუმოწმებს თუ რას გააკეთებს უნდა მიმართოს აუცილებლად გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის იმ სერვისს ან თუ სერვის ცენტრში ვერ მიდის სურვათ სერვის ცენტრში თუ არ აქვს იმის საშუალება რომ მივიდეს
კაცრავად არის ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც არის კი, ეს არის 93-0000 ესა ცენტრალური ჩვენი სათავო ოფისის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერ დროს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. იქ დაფიქსირდება და შესაბამის სერვისცენს გადაეცემა შემდეგი რეაგირებისთვის, რომელზეც აუცილებლად მოხდება რეაგირება, მივა იქ საჭიროების შემთხვევაში ლაბორანტიც მივა და ყველა სერვის ცენტრის თანამშრომელი ჩვენ საავარიო იქნება თუ ვინც იქნება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სრული მობილიზება იქნება. მე ბატონო გამორიცხულია ჩვენი წარმომადგენელი არ ჩავიდეს ადგილზე. კი მივაწოდოთ გადავაწოდოთ მიკროფონი ბატონო. დიახ. გამორიცხულია რომ განცხადების შემოსვლის შემთხვევაში რეაგირება არ მივცეთ განცხადებას. 3-4 სამუშაო, 5 სამუშაო დღეში გამორიცხვა შეიძლება ძალიან ბევრი აბონენტი იყოს და პრეტენზიით შემოსული. ამიტომ 5 სამუშაო დღეში გარანტიას ვიძლევით იმისი, რომ ადგილზე შევამოწმებთ და დავამტკიცებთ ჩვენს წერილობითი განცხადებას. აი ამ ხარისხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ პრობლემას თქვენ აი პირობა დადეთ რომ ამას კომპანია შეისწავლის და განსაკუთრებით მივადებთ აუცილებლად. თქვათ აი როგორ გამვითარდება მიმართულებით მოვლენები მე მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მომბრძანებისთვის ტელემაყურებელს კი შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ბესიკ ბერუაშვილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სერვის ცენტრის მენეჯერი და ბატონი შალვა კასიტაშვილი ამავე კომპანიის კახეთის რეგიონის ტექნიკური მენეჯერი ჩვენ საუბრობდით არსებულ წყალმომარაგების საკითხებზე და იმ პრობლემაზე რაც გამოიკვეთა რომ ქალაქში მასიურ ხასიათს ატარებს მე დაგემშვიდობებით ტელემაყურებელს კი შევახსენებთ თქვენ უყურებთ თოქ-შოუ ძალაუძალუთას ასე რომ კარგად ბრძანებული